მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი ყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება სულ ცოტა ხნის წინ ჩემს TikTok, YouTube და Facebook გვერდებზე დადებულ გამოკითხვას თავდაჯერებულობასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა მათ, ვინც მიიღეთ ამ გამოკითხვაში მონაწილეობა და არაჩვეულებრივად საინტერესო სტატისტიკა გამოიკვეთა ამ კუთხით. ამიტომ ჩავთვალე, რომ საჭიროა ეს თემა გავშალოთ საჯაროდ და ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, თუ როგორ უმკლავდება თითოეული თქვენგანი არსებულ გამოწვევებს, ანუ რა სტრატეგიები გაქვთ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ვარიანტების რაოდენობა დღეს გვექნება 3 ვარიანტი. და მანამ სანამ ამას გავშლით საჯაროდ და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო შედეგებსაც მივიღებთ, რას გვეტყვის და როგორ დაინახავს ამ თემას ჩვენს სივრცეში, მინდა რომ კიდევ ერთხელ ვიდეოს სახით მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემს ახალ პროექტთან დაკავშირებით აღმოაჩინე შენი თავი. პროექტი იწყება 10 აგვისტოს, გრძელდება დაახლოებით 8-დან 10 კვირამდე და იქნება დამიჯერეთ საკუთარი თავის პოვნის არაჩვეულებრივი და მართლაც უნიკალური შესაძლებლობა. პროექტის ფარგლებში გაერთიანებული იქნება ძალიან ბევრი საკრალური ინფორმაცია, მნიშვნელოვანი დეტალები იქნება აღმოჩენილი თქვენივე მხრიდან, თქვენივე საკუთარ თავთან დაკავშირებით, რომელსაც შეიძლება არ უკვირდებოდით, არ იცოდით, აქამდე ყურადღება არ მიგიქცევიათ. ეხება ეს ყველა საკითხს ფაქტიურად თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, დაწყებული პირადი ურთიერთობებიდან, დასრულებული ფინანსებითა და ჯანმრთელობით. პროექტი, როგორც გითხარით, გრძელდება 8-დან 10 კვირამდე, მუშაობა ჩატარდება ჯგუფთან ერთად, თუმცა დასასრულს, ამ პროექტის დასასრულს, თითოეულ ჯგუფის მონაწილეს ჩემგან ექნება საჩუქრად ფაქტიურად, ესე გამოდის, პირადი კონსულტაცია. რაც მოგცემს შესაძლებლობას, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში დამუშავებული ენერგიები კიდევ ერთხელ გადავიაროთ ინდივიდუალურად, კიდევ ერთხელ თუ რაიმე საკითხი თქვენთვის გაურკვეველი ან საჭიროებს დაზუსტებას, ან უფრო მეტად გინდათ, რომ მიმართულება მიიღოთ და უშუალოდ ენერგეტიკულად როგორ გადახვიდეთ გარკვეულ საკითხთან მიმართებაში პლუსში, აი ამ ყველაფერზე დამატებით კიდევ გჩუქნით კონსულტაციას, რაც ჩემო უკვე არსებულმა და ერთგულმა მომხმარებლებმა ყველამ ძალიან კარგად იცის რა ზღირს და ფაქტიურად მთელი ამ კურსის განმავლობაში ამ ხელა სერვისს გაძლევთ ესე გულუხვად და გულწრფელად. რატომ დავამთხვი მანდა მაინც დღეს და ამ პერიოდს ამ კურსის წამოწყება, მინდა ამაზეც ვთქვა ორიოდე სიტყვა, მოგეხსენებათ, ვინც ასტროლოგიაში ცოტა მაინც ერკვევით, რომ რეტროგრადული არის ახლა 19 აგვისტომდე მერკური და მერკური ზოგადად პლანეტა განაგებს და კურირებს ისეთ სფეროებს, როგორიც არის ტვინის ანატომია, როგორიც არის კომუნიკაცია, როგორიც არის მეტყველება, როგორიც არის ლოგიკა, როგორიც არის საზოგადოებაში პოზიციონირება და ასე შემდეგ და კიდე ძალიან ბევრი ღრმა თემებია, ხო? რეტროგრადულობა კიდევ ნიშნავს იმას, რომ თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა ან ახლა დადგეს ისეთი ეტაპები, რაც წარსულში გქონიათ და კიდე ერთხელ მოგიწიოთ რაღაცეების დამუშავება, ან მე რაც იმედი მაქვს და რატომაც კონკრეტულად აი ამ დროს გავაკეთე ეს კურსი, ჩემი მხრიდან პირადად ემსახურება იმას, რომ ახლა გაიგოთ თქვენი პროგრამები, ახლა გაიგოთ თქვენი მატრიცული შეზღუდვები, უარყოფითი რწმენა წარმოდგენები და ისე დაამუშაოთ, იმგვარად ამოწიოთ პლუსში და ენერგეტიკულად გახვიდეთ დადებით პოზიციაში, რომ თქვენ ცხოვრებაში არასოდეს აღარ დადგეს მსგავსი სირთულე. ან თუ დადგება, როგორც მინიმუმ ისწავლოთ ამ სირთულეებთან უკვე გონივრულად გამკლავება და არა იმპულსური ქცევების შედეგად და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ადგილები მართლა ძალიან შეზღუდული მაქვს, იმიტომ რომ ფასიც არის იმის გამო, რომ მინდა რომ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, ყველამ შეძლოს და მოვიდეს ამ კურსზე, დამერწმუნეთ, რომ ინფორმაციის მასშტაბთან შედარებით, რასაც მე თქვენ გაგატანთ ამ კურსიდან, ეს ფასი არის აბსოლუტური მიზერი,
აი მართლა აბსოლუტური მიზერი, მაგრამ მე ამას ვაკეთებ იმისათვის, რომ სიყვარულით ვიდგე თქვენს სამსახურში და იმისათვის, რომ გამოვხატო მადლიერება თქვენი ნდობის მიმართ და გამოვხატო მადლიერება ზოგადად სამყაროს მიმართ, იმიტომ რომ ჩემს არხსაც თუ დააკვირდებით, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტყუილად არ ქვია. ამაზე დაკვირდით, რომ ალბათ ოდესმე გეტყვით, რა მოხდა, როგორ მოხდა. ყველაფერს მე მჯერა, რომ სამყაროში აქვს თავისი დრო და სწორედ აი ესეთი წყალგამყოფი მინდა, რომ გავხდე მე თქვენს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა დადებითი კუთხით, რომ თქვენი თავის საუკეთესო ვერსიის აღმოჩენა შეძლოთ და ასე შემდეგ. მოკლედ, აღარ დაგაყოვნებთ დეტალებზე, იცით რომ უნდა მომწეროთ, არ დამირეკოთ ხალხო, იმიტომ რომ ზოგჯერ კონსულტაცია მაქვს, ზოგჯერ ჩემი პირადი საქმე მაქვს და ასე შემდეგ და მომწერეთ, როცა შევძლებ, გიპასუხებთ. მომწერეთ WhatsApp-ზე. TikTok-ზე ნომერს ვერ ვუთითებ, იმიტომ რომ პერსონალიზირებული აკაუნტია. ტელეფონის ნომერი შეგიძლიათ იხილოთ YouTube არხზე, შეგიძლიათ იხილოთ Facebook არხზე. ასევე აი ძალიან გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ეს Facebook და გააზიაროთ, იმიტომ რომ სულ სხვა სიტუაციებს ვაპირებ ისევ თქვენთვის და არა ჩემთვის, თორე ვიღაცას აქ თუ გონია რომ მონეტიზაციაში ფულს ვიღებ, მე ძალიან ცდებით ხალხო, კაპიკებია ფაქტიურად და არანაირი თქვენი ლაიქი და მოწონება და ასე შემდეგ ჩემს ბიუჯეტზე აი ჩათვალეთ რომ არანაირად არ აისახება. აისახება ეს პირდაპირ თქვენს კეთილსინდისიერებაზე, თქვენს მადლიერებაზე, რომელსაც სამყარო ზუსტად ისე აბრუნებს, როგორც საჭიროა რომ დაბრუნდეს. ამიტომ როგორი მადლიერებიც იქნებით თქვენ, ზუსტად ისეთივე მადლიერებით დაგიბრუნდებათ ენერგეტიკულად ყველაფერი თქვენს სივრცეში, კარგიც და ცუდიც. ამიტომ გთხოვთ გამოიწერეთ არხები, დააკომენტარეთ, გამოხატეთ თქვენი მადლიერება და ასე შემდეგ. ახლა კი გადავიდეთ ჩვენს საჯარო გაშლის თემაზე და დავსვათ შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სტრატეგიით უმკლავდებით გამოწვევებს. ვარიანტების რაოდენობა მინდა რომ დღეს გავაკეთო 3 ვარიანტი. და ნახოთ აბა რას გვეტყვის ტარო, როგორი სტრატეგიებით უკაცრავად უმკლავდებით გამოწვევებს. ნახოთ აბა. ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე და ვარიანტი მესამე. როგორი სტრატეგიით უმკლავდებით გამოწვევებს. პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. ნახოთ ახლა, მოდი დავიხმაროთ მინერალური ქვები, რასაც გვეტყვის. ვარიანტი პირველი, აი ეს არის. ვარიანტი მეორე, ეს არის და ვარიანტი მესამე შესაბამისად, ეს არის მთის ბროლი. დააკვირდით, გნებავთ არკანებს, გნებავთ მინერალებს და დაიწყეთ, რა თქმა უნდა, თქვენ დაიწყეთ კერა და ჩაიფიქრეთ, მოკლედ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. სიცხეა და მეც პერიოდულად ენაბება მე მგონი. მოკლედ ასე, ჩემო საყვარლებო, ვინც ვერ მოასწარით ვარიანტების არჩევა, იცით რომ შეგიძლიათ დააპაუზოთ, აირჩიოთ და მერე განაგრძოთ ყურება. ეხლა კი გადავიდეთ პირველი ვარიანტის განხილვაზე და ვნახოთ პირველი ვარიანტი როგორი სტრატეგიით უმკლავდება პირველი ვარიანტი გამოწვევებს. აბა ნახოთ. არკანი იმპერატრიცა, რა საინტერესო არკანია, შეხედეთ ჩემო ძვირფასებო. ხედავთ როგორი ქედმაღალი თავმომწონე ადამიანია ჩვენს წინაშე. ანუ თქვენ შეიძლება ესე ვთქვათ, რომ ხართ პიროვნება, რომელიც გამოწვევებთან მიმართებაში არჩევს სტრატეგიას ცოტა გაბუტვის, ცოტა არ შემჩნების, ცოტა ესმე არ შემშვენის, ან მე არ შემეფერება სტრატეგიით უდგახართ ამ ყველაფერს და ცდილობთ, რომ საზოგადოებაში თქვენი თავი წარმოაჩინოთ საუკეთესო ვერსიით. ამას ყველა ცდილობს, მეწმუნეთ, ყველა მეტნაკლებად. ამაზეც ჩემ მეგობართან მქონდა სხვათა შორის საუბარი.
მე ვარ თამაშობ რაღაცა ესეთი მითხრა და დარწმუნებული ვარ ოღონდ რომ ეს ესეა, მაგრამ თუ დავაკრირდებით, აი თუ ჩაუღრმავდებით საკუთარ მეს, ხალხო საკუთარ თავსაც კი იმდენად ხშირად ვეთამაშებით, შეგვიძლია აბსურდამდე ვიმსჯელოთ იმაზე, თამაშობთ თუ არა ადამიანები სხვებთან მიმართებაში. ჩემი პირადი პრაქტიკით ყო და იმ განვითარებით, რა განვითარების ეტაპზედაც მე დღეს ვარ, ხვალ შეიძლება სხვა იყოს და თუ ეს მოხდება, მე ვიტყვი, რატო ვიყავი დღეს ამ აზრზე და რატო ვარ ხვალ მაგალითად სხვა აზრზე, თავისთავად ცხადია, მაგრამ მე მგონია რომ ადამიანები ყველა ვთამაშობთ. აი თქვენ შემთხვევაში ხო ეს თამაში არის როგორი თამაში იცით, რომ შინაგანად გაქვთ დაგროვილი ძალიან ბევრი წყენა, რაღაცა უთქმელი, რაღაცა პრეტენზიაც მათ შორის შეიძლება იყოს, ის მომენტი რომ შეიძლება მაგალითად ფიქრობდეთ რომ არ გაფასებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის თქვენი სტრატეგია, რომ აი არ შეიმჩნიოთ ოღონდ არ შემჩნევა არ ნიშნავს რომ ძლიერი ვარ და არ ვიმჩნევ და მაინც არ ვტყვები. არა, თქვენ მაგალითად აი პოზიციას იჭერთ, თქვენს უსვათ არის ესეთი ხარაქტერ, ანუ ხასიათს აჩვენებთ ადამიანს, რომ აი იცი რა, მე არ მინდა, ესე არ მინდა, ესე არ მომწონს და აი ესეთი სიტუაცია. ზოგჯერ მართალი ხართ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ არა, მაგრამ ეს არის თქვენი სტრატეგია. მოდი აბა ნახოთ პირველ ვარიანტს, რას გირჩევთ ტარო აი ამ სტრატეგიასთან მიმართებაში, სწორია, როგორც თქვენ თავს აპოზიციონირებთ საზოგადოებაში ეს ყველაფერი, რას გირჩევთ? პირველი ვარიანტი, ტარო. არკანის სიკვდილი მოვიდა პირდაპირ, ხალხო. ღმერთო არკანი ფორტუნას ბორბალი და ხმლების პაჟი. რა საინტერესოა. იცით რას გირჩევთ, ჩემო ძვირფასებო, რომ თქვენ აი ამ თქვენი სიტუაციით, აი ამ თქვენი გაბუტვით, თქვენი მაგალითად განრიდებით, თქვენი წყენების ართქმით, ანუ გამოწვევებს ესე უმკლავდებით რა, ხო? ტარო გირჩევთ რომ შეცვალოთ დამოკიდებულება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში თქვენ კარგავთ შესაძლებლობას, რომ ადამიანებს გააგებინოთ, როგორ გეურთიერთონ სწორად, ანუ დააწესოთ თქვენი საზღვრები. რაც მისაღებია და რაც არ არის მისაღები, ხო? თქვენ თუ ხშირად უბრალოდ ირჩევთ განრიდებას და გაბუტვას და ხმის ამოუღებლად მიგაჩნიათ, რომ რაღაცა პრობლემა მოგვარდება, პრობლემის მხოლოდ ორი გადაწყვეტის ალტერნატივა შეიძლება იმ მომენტში არსებობდეს. ერთი ის, რომ ის ადამიანი ვერასდროს ვერ მიხვდება თქვენ რა გწყინთ, და არ მგონია, რომ ეს მისაღები იყოს და მეორე ის ადამიანი მიხვდება ერთ რამეს, რომ თქვენ არ ყოფილხართ ის, ვინც ეგონა მას, იმიტომ რომ ჩვენ ხო ადამიანები გვეგონათი ვურთიერთობთ ძირითადად, რომ აი მე მეგონა რომ შენ ესეთი იყავი, ან ჩვენი მოლოდინები გვაქვს, ასე რომ ვთქვათ. და აი ეს მოლოდინები თქვენთან მიმართებაში რომ გაუცრუდება, იქნება უკმაყოფილო. პირდაპირ გეუბნებათ ტარო, ანუ სიკვდილის არკანის და ფორტუნას ბორბალის არკანიც პირდაპირ ანიშნებს იმას, რომ ხო დადგა თითქოს დრო გადახედოთ თქვენს სტრატეგიას, როგორ ამუშავებთ გამოწვევებს. ხანდახან შეიძლება დაგჭირდეთ ჩემო ძვირფასებო კომპრომისზე წასვლა, თუნდაც საპასუხო საბოდიშო, ან ელემენტარული აი ჩახუტება, ან რაღაც ესეთი, რომ აიცი რა მე ვწუხვარ, აიცი რა მე შეიძლება რაღაცა ვერ მოვზომე, რაღაცა ვერ გითხარი ისე, ან ხასიათზე არ ვიყავი, მაგრამ იყავით გულწრფელები საკუთარ თავთან და რა თქმა უნდა იმ ადამიანთან. აი ამას გირჩევთ ტარო პირველ ვარიანტს არსებულ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რაც ახლა თქვენ გაქვთ არჩეული და რა თქმა უნდა რა მიმართულებით უნდა ემუშაოთ საკუთარ თავს და როგორ უნდა გააუმჯობესოთ კომუნიკაციის ხელოვნება. სხვათა შორის გამოჩნდება თქვენს ძირითად მატრიცულ ენერგიებში სწორედ ეს თემაც, სტრატეგიები არსებულ სირთულეებთან ან გამოწვევებთან დაკავშირებით და სავარაუდოდ აქ მოგიწევთ თუ ჩაერთვებით ვინმე ვინც მსმენელი ხართ ახლა ამ კურსში, მოგიწევთ რომ დაამუშაოთ საკუთარი ენერგია და გადაწიოთ პლუსში. ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი, თქვენთან რა ხდება, თქვენ როგორ ვიკლავდებით არსებულ გამოწვევებს. პენტაკლების დედოფალი.
პენტაკლების დედოფალი მოვიდა აქ. სხვათა შორის როგორ უმკლავდებით არსებულ გამოწვევებს ჩემო ძვირფასებო და მე მინდა გითხრათ, რომ რაციონალურად საკმაოდ. სხვათა შორის შეიძლება აქ მიყურებთ მიწის ნიშნის წარმომადგენლები, ძირითადად შეიძლება იყონ თხის რქები უფრო და ქალწულებიც და სხვათა შორის შეიძლება კუროებიც პრინციპში რა. მაგრამ რატომღაც ვერძის ენერგიაც მომდი, შეიძლება ვიღაცას გავლენა გაქვთ ცეცხლოვანი ამ ცეცხლოვანი ნიშნისა პირად რუქაში, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში სტრატეგია არის ესეთი, რომ თქვენ ირჩევთ რაციონალიზმს, თქვენ ირჩევთ ემოციების სიცივეს, თქვენ ირჩევთ რაღაცა რკინის ლედის თუ მამაკაცის ნიღაბის მორგებას და იმას, რომ თქვენ არაფერი არ გაღელვებთ. და ამ დროს ახლა ხედავთ, აი აქ არ ვიცი ჩანს თუ არა, ორი პაწაწონა კურდღელია ჩემო ძვირფასებო. ეს კურდღლები არის თქვენი შიშები, მაგრამ იმდენად პატარაა, რომ ცდილობთ მართოთ. თქვენ ძალიან ბევრი გაქვთ მეორე ვარიანტი, თქვენ თავზე ნამუშევარი, მაგრამ არის ის რაღაცა სავარაუდოდ ბავშვობის ტრამვები უფრო მეტად, რომ შეიძლება ჩათვალოთ, რომ იცი რა არ მიმიღებენ, ან დაუშვათ რაღაცა გადაწყვეტილებები, რაც გამოწვევას უკავშირდება, არ მიიღოთ, იმიტომ რომ შეგეშინდეთ. ანუ თქვენ როგორ ხართ, იცი, გარანტირებულად, როცა იცით, რომ წარმატებას მიაღწევთ ან რაღაც შედეგს დადებთ, ხო? მაგ შემთხვევაში უკან არიხებთ. აი როგორც კი რაღაცა გაუთვალისწინებელი ცვლადი შემოდის თქვენ სივრცეში, აი მე უკვე იბნევით და ცოტა საკუთარ თავში ეჭვი გიპყრობთ ხოლმე მეორე ვარიანტი. თუმცა რეალურად ეხლა რა ვთქვა, ხო? აქ განსხვავებით პირველი ვარიანტისგან, რომელიც უფრო ბავშვური პოზიციით არის წარმოდგენილი გამოწვევებთან მიმართებაში, აი თქვენს შემთხვევაში აქ უკვე ზრდასრულის პოზიცია. თქვენ ხვდებით, რომ ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი ისე არ იყოს, როგორც მე მინდა, მაგრამ ყველანაირად ეცდებით, რომ მიიღოთ ის, რაც თქვენ გინდათ. ნახოთ, რას გირჩევთ, აბა, ტარო მეორე ვარიანტი, არჩეულ სტრატეგიასთან დაკავშირებით. მეორე ვარიანტს რას ურჩევს ტარო? ნახოთ, აბა. არკანი ვარსკვლავი მოვიდა. არკანი პენტაკლების 7-იანი და არკანი კვერთხების ტაში. ხო, აი ნახეთ, წეგან მე გითხარით, რომ შეიძლება იაზრებთ, აცნობიერებთ, რომ შეიძლება ყველაფერი ისე არ იყოს, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ გამოიყვანთ. ნახეთ, თქვენ მოლოდინი არ გიჭირთ. აი, კი არის, რომ რაღაცა პროცესები სხვათა შორის გეწელებათ, ანუ შეიძლება რაღაცა ენთუზიაზმით იწყებთ და მერე გეწელებათ, მაგრამ მოლოდინი არ გიჭირთ. ნახეთ, როგორი აი ხარია დიდი რქებით, ძლიერი, იმიტომ გითხარით, აი მიწის ნიშანი, ხარი მიწის ნიშანია პირდაპირ. აი აქედან გამომდინარე, თქვენ სტრატეგიასთან მიმართებაში, პრინციპში როგორ არის, იცით, რჩევა არის, რომ სტრატეგია სწორია, მოთმინება, რომელიც გაგაჩნიათ, ძალიან კარგია. უბრალოდ რჩევის სახით არის ის, რომ გაჩერდებით შუა გზაში. შეიძლება გახასიათებდეთ სხვათა შორის. რა, აი, წეღა რო გითხარით, თუ გარანტირებული შედეგი არ მაქვს წარმატების, მაშინ შეიძლება უარი ვთქვა საერთოდ ნებისმიერ წამოწყებაზე. მაგრამ აი სტრატეგიასთან მიმართებაში ხო ტარო გირჩევთ შემდეგს, რომ თუნდაც არ იყოს მთლად გარანტირებულად შედეგი, ხო? არ დანებდეთ, იმუშავეთ, აი მიწასთან მუშაობა, მიწათ მოქმედება, ხო? ძალიან შრომატევადი პროცესია. ძალიან, იმიტომ რომ ჯერ უნდა დათესო, უბრალოდ დახნა, მერე დათესო, მერე გამარგლო, მერე კიდე რაღაც, ანუ არის მთელი წელი, 365 დღე, ვინც მიწათ მოქმედებას ეწევა, ფაქტიურად არის სულ თავის ბოსტანში იქნება, ყანაში თუ სადაც არის მოკლედ, რა, სადაც აკეთებს, ხო?
ანუ ეს არის მუდმივად მუშაობა. იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ ხართ მიწის სტიქიის წარმომადგენლები, აქ უმეტესობა ესე იქნება მეორე ვარიანტში და შესაბამისად თქვენ რა არის ეს თავდაუზოგავი შრომა საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობა, განვითარება და ასე ნელ-ნელა წარმატების მიღწევა ძალიან კარგად იცით. სტრატეგიაც და რჩევაც არის ზუსტად ეს ტაროსგან, რომ არ დანებდეთ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ნელა მოვიდეს წარმატება თქვენს რეალობაში, ხო? ის აუცილებლად მოვა. სამაგიეროდ თქვენ დამსახურებულად მიიღებთ იმ წარმატებას, დამსახურებულად შეირგებთ ყველა იმ წყალობას, რასაც თქვენი აი ამ თავდაუზოგავი შრომის შედეგად სამყარო გიწყალობებთ და მოგიწონთ. აი ესეთი იყო მეორე ვარიანტი. ვნახოთ კომენტარებში რას დააფიქსირებთ ჩემო ძვირფასებო, რამდენად რეზონირდა თქვენ შემთხვევაში. ახლა კი გადავიდეთ მესამე ვარიანტზე და ვნახოთ მესამე ვარიანტი თქვენ როგორ უმკლავდებით არსებულ გამოწვევებს. რვიანი კვერთხები. შეხედეთ როგორი უცნაური არკანია ამ დასტაზე გამოსახული, გოგონა პეპლის ფრთებით, აქ კიდევ ვიღაცა ქაჩავს. იცით როგორ არის და ამ ვიღაცას აქვს რაღაცა ყვავის თავი. არსებული გამოწვევები თქვენ შემთხვევაში არის ძალიან მერყევი, შეგვიძლია ვთქვათ. უბრალოდ გამოწვევები კი არა, გამკლავების სტრატეგია ამ გამოწვევებთან მესამე ვარიანტი არის ძალიან მერყევი. ერთ შემთხვევაში დაუშვათ შეიძლება იმდენად მსუბუქად აღიქვათ რაღაცა პროცესები, რომ წესით ესე მსუბუქად არ უნდა აღგექვათ. მეორე შემთხვევაში კი პირიქით, ანუ ისეთი ბუზისგან შეიძლება იმხელა სპილო აქციოთ, რომ ანუ სხვას გაუკვირდეს, რომ ამ რაღაცაზე გუშინ თვალი დახუჭათ და დღეს ამან რატო გაგიჟდა, ხო? მე გეტყვით რატო გაგიჟდით, ხშირ შემთხვევაში თქვენ ითმენთ იმაზე მეც და ისეთ დროს, ვიდრე არ არის საჭირო მოთმენა. და ეს მოთმინების ძაფი წყდება იმ დროს, მესამე ვარიანტი, როცა არ უნდა გაწყდეს ზუსტად იმიტომ, რომ მანამდე გაქვთ მოთმენილი ძალიან ბევრი. შესაბამისად პოზიციონირება, როგორც თქვენ საზოგადოებაში საკუთარ თავს ავლენთ, ხო, ცოტა არ იყოს და მისახედია მემაპატიეთ პირდაპირობისთვის და დასამუშავებელია. იმიტომ რომ რეზონანსში უნდა იყოთ იმ პროცესებთან, რა პროცესებიც თქვენ სივრცეში ვითარდება, ხო? თუ ვიღაცა გატყუებს, ვიღაცა ზურგს უკან შენზე ცუდს ამბობს და შენ ზუსტად იცი ოღონდ რომ ეს ესეა, ხო? ვიღაცა თვალებში ნაცარს გაყრის და სიყვარულს გეფიცება და ზურგს უკან მიწას გითხრის და სამარეში გდებს, ხო? ესეთი ადამიანები, ანუ რისთვის გჭირდებათ საერთოდ თქვენ სივრცეში, ცოტა ვერ ხვდები მე მესამე ვარიანტი. მე მირჩევნია მაგალითად ხარისხი რაოდენობას. აი თქვენ შემთხვევაში მე ამ საკითხს დაუსვავდი, ამ შეკითხვას დაუსვავდი საკუთარ თავს. მინდა მყავდეს 100 მეგობარი, ნაცნობი ვითომ გულშემატკივარი და ამ დროს როცა მე მჭირდება, კაცშული ჩემ გვერდით არ იყოს. თუ პირიქით ზუსტად ვიცოდე და დავაფასო ადამიანებში ჭეშმარიტი დამოკიდებულებები, გრძნობები და ემოციები და მართლა იმ ადამიანების წრეში ვიყრია, რომ ვისაც ჩემზე გული გულწრფელად შესტკივა, აი ამ კითხვას მე დაუსვავდი თქვენს ნაცვლად, თქვენს ადგილას უკაცრავად საკუთარ თავს და ვნახავდი აბა რა პასუხს გამცემდა ჩემი შინაგანი მე. ვნახოთ რჩევა ტაროსი რა არის მესამე ვარიანტთან მიმართებაში, რას გვეტყვის აი ამ სტრატეგიასთან დაკავშირებით, ხო? 4-იანი ხმლები, კი ბატონო, არკანი სამყარო და 10-იანი ხმლები. გითხარით, ჩემო ძვირფასებო, რა ხდება? ანუ თქვენ გეუბნებით ითმენთ იქ, სადაც მოსათმენი არ არის, ფეთქდებით იქ, სადაც ასაფეთქებელი არ არის. ანუ თან ლომი ხართ, აქ სხვათა შეიძლება ცეცხლოვანი ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლებიც იყვნენ და ცეცხლის სტიქის და უშუალოდ ლომისაც სავარაუდოდ რა და ვერძებსაც ეს გახასიათებთ. სხვათა შორის პრინციპში მშვილდოსნებსაც გააქვთ ეს მომენტი, როცა ითმენთ და მე როცა ბუმ და ისეთი შეიძლება იფეთქოთ, რომ ადამიანები
შოკიდან ვერ გამოვიდნენ, რა მოუვიდაო, ხო? ნუ შვებით ესე, ნუ აკეთებთ ესე, ჩემო ძვირფასებო, როცა პრეტენზია გააქვთ რაღაც საკითხთან მიმართებაში, როცა არაჯანსაღ დამოკიდებულებას გრძნობთ, როცა გამოწვევა, რასაც აწყდებით ინტუიციურად, ხვდებით, რომ ესე უნდა გადაიჭრას, სხვა გზას ნუ ირჩევთ. იმიტომ რომ აი ყოველთვის ხართ მე ესე ზურგში ხმლებჩასობილი, თითქოს ნაღალატები, თითქოს აიცი რა იმედები გამიცრუდა და ასე შემდეგ, გაგიცრუდებათ კიდეც და ის სტრატეგია რაც არჩეული გაქვთ, ლოგიკური გაგრძელებაა და დასასრულია ზუსტად აი ამ არკანით, ხო? მესამე ვარიანტი. და ნახეთ, რასაც ტარო გირჩევთ, არის ის, რომ რაღაცები დაასრულოთ, თქვენი თავი აღიქვათ ისე, როგორც საჭიროა რომ აღიქვათ, ანუ ლომი ეხა ვერ გახდება მაგალითად თხა, ხო? და ვერც თხა ვერ გახდება ლომი. ლომის ადგილი აქვს თხას თხის. თუ ამას აურევს ვიღაცა და გადაწყვეტს, რომ ესე უნდა იყოს, შედეგებიც დადგება აუცილებლად შესაბამისი და არ დააყოვნებს, ხო? ამიტომ სტრატეგიას და რჩევას ტარო გაძლევთ ერთნაირს, რომ იყავით საკუთარ თავთან ავთენტურები, საკუთარ ემოციასთან იყავით ავთენტურები და თუ ვინმე იმედს გაგიცრუებთ, პირველ რიგში ეს ხართ თქვენ. იმიტომ რომ საკუთარი თავის ღალატი კი არ იწყება მაინც სხვისი ღალატით. თქვენ როცა აძლევთ სხვა ადამიანებს უფლებას, რომ გამოგიყენონ, გიღალატონ, რაღაცა მხარდაჭერას რო ველოდებით, მხარი არ დაგიჭირონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და წინაკბილებით მაინც თეთრი ღიმილით გიღიმოდნენ, ხო? აი ეს არის ზუსტად ის შედეგი. როგორც თქვი, თქვენ დაუშვათ იტყვით, რომ იცი რა, ეს პროცესი ჩემთვის მისაღები არ არის და მე ვირჩევ საკუთარი ფსიქიკის გარემოცვის სიჯანსაღეს, ნახავთ, რამდენი ადამიანი წავა თქვენი სივრციდან ისე, რომ საერთოდ აღარც გაახსენდებით. შეიძლება ამას ებღაუჭებით, შეიძლება ეგ გეშინიათ, რომ არ მიგატოვონ და ვიღაცისთვის უსარგებლო არ გახდეთ. ესეც ძალიან ღრმა ბავშვობის ტრამვაა, სხვათა შორის ერთ-ერთი დამღა და ღუზაა, როგორც ამას ფსიქოლოგები უწოდებთ ხოლმე და დასამუშავებელია. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, რასაც ახლა მე აქ უყურებ სამივე ვარიანტისთვის, ვინც მისმენთ და ვინც ჩემი ერთგული მსმენელები ხართ, ჩემთან დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემთხვევით არავინ არ ხვდება, იმიტომ რომ ჩემი საჯარო გაშლები არ არის სტანდარტული საჯარო გაშლები, მარტო უყვარვარ, არ უყვარვარ და ასე შემდეგ. ჩვენ ცოტა სხვა სიღრმეებში მივდივართ, ზოგისთვის ეს დამღლელია, ძალიან დიდი ბოდიში, ვისთვისაც დამღლელია, მაგრამ ზოგისთვის აუცილებელია და ვისთვისაც საჭიროა ის აქ არის და მისმენს, ხო? ამიტომ ჩემო კარგებო, სამივე ვარიანტს გეუბნებით, რომ სტრატეგიებთან გამკლავების პერსპექტივები, შესაძლებლობები, უნარები გადასახედი გაქვთ მეტნაკლებად ყველას და ამისთვის საუკეთესო დროა ზუსტად ახლა რეტროგრადული მერკურის პერიოდში და კიდევ ერთხელ მინდა რომ დავასრულო თემა იმ ჩემი პოსტით, რომელიც Facebook-ზე დევს ვრცლად და იგივე დასახელების Facebook გვერდს თუ ჩაწერთ Facebook-ზე ნახავთ აუცილებლად, გაიცანით პირობებს, დაინტერესების შემთხვევაში მომმართეთ და მე მზად ვარ გემსახუროთ ძალიან დიდი სიყვარულით და ასევე თქვენგანაც დამსახურებულად მივიღო ის მადლიერება, რასაც მე მჯერა რომ მივიღებ. გემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, მადლობა რომ იყავით ჩემს სივრცეში და შევხვდებით ძალიან მალე. დროებით.